რაიმე წვლილი შეიტანა საგზის სამშობლოსთვის. აი ეს ერთ-ერთი თხოვი არის ერთი არ მახსოვს რომელი პოეტი იყო, მაგრამ სულ კითხულობდა მირამ იმას რაც აკითხულობდა საქართველოს რა მომიტანა მე. რა თქმა უნდა. აი ეს არის ჩემი აზრით. ანუ ჩემი აზრით გეთნახები ერთადერთი სიყვარული და ხო არსებობს სხვადასხვა ნერსი, ერთადერთი სიყვარული რომელიც არის უანგარი, ეს არის სამშობლოს სიყვარული. როდესაც აი მაგალითად ახლა შეგიყვარდება რაღაც გროპი, ხო? მაინც ეს ხო იგივე ხელი, მასთან ანუ ეს ორი მხარე მონაწილეობს და საქართველოს სამშობლოს სიყვარულში ეს მარტო ერთი მხარე არის. შენ ემსახურები შენ ქვეყანას. ხო და აი უბრალოდ ახლა მოკლედ მოგახსენე თუ რა ეს იყო ზუსტად სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის განმარტება. ან სხვადასხვა ცნებები ასევე შენ ახლა მაგალითად ქართველი რომელიც დაუშვათ არ არის თქვენი აზრი მართლმადიდებელი აი თქვენი მეგობარი არის ყველაზე დიდი პატრიოტი ვიდრე ბევრი ქართველი. იმიტომ რომ ის საქართველოს და ის რაღაცა წვრილიშია საქართველოს. რა მნიშვნელობა იმას ის რა რელიგიის აქვს? მნიშვნელობა აქვს პატრიოტიზმის იმას რომ ის საქართველოს რაღაცა წვრილიშია. რიგო ჩვენ იმას არ ვკითხავთ რა რელიგიის. არა, ქართულ პატრიოტზე როცა ვაპარაკობთ, ჩემი აზრით აუცილებლად მართლმადიდებლობაც უნდა განვიხილოთ. აი ეს ორი სხვადასხვა თანამედროვე მიდგომა და მაგრამ ჩემს რა თქმა უნდა ჯობია რომ იყოს მართლმადიდებელი, მაგრამ არა აუცილებელი. არის, იმიტომ რომ აი ქართველები უამრავჯერ შეეწინენ რელიგიის დაცვას და ამას ვერანაირი დრო ვერ შეცვლის ჩემი აზრით. შეიძლება ძალიან ბევრჯერ შეიცვალოს პატრიოტიზმმა თავისი განმარტება ანუ ისტორიული ეპოქის მიხედვით, მაგრამ რელიგია მაინც ისეთი რაღაცაა, რომ ჩემი აზრით მაგის ვერაფერს ვერ შეცვლის. ეხლა ხატიანის მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს იმას არ ვიცი. არა, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ამბობ, რომ პატრიოტი არ არის ის აი მე ვამბობ, რომ პატრიოტიზმი არ არის. თქვენი მოსაზრება გამოყენოთ. მე ვამბობ, რომ იმას ხო რაღაცა შეიძლება. აქ გავუძინეს პატრიოტიზმი. აი ხა უკვე ხელისაწევით. აბა შემდეგი ვის უნდა აზრი დააფიქროთ. ისმეთ სტატია მასწავლებელი. ხატიას ვეთანხმები გაუცინებელია. მე მექნება ხატიასთან ერთი კითხვით შეიძლება. აი შენი აზრით, ადრე ქართველები ეწირებოდნენ რელიგიის დაცვას, ხო? მართლმადიდებლობის დაცვას. დღეს ეს ხდება? არა, დღეს აღარც არის უკვე საჭირო ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმდენად არის უკვე მართლმადიდებლური რელიგია შემოსული. ეხლა ის ხო საკითხია, რამდენად მართალი მორწმუნეები არიან, მაგრამ ჩემი აზრით მართლა აღარ არის დღეს საჭირო, იმიტომ რომ ანუ უმეტესობა ქართველი მოსახლეობის არის მართალი. ადრე ხომ ახვილით ვრცელდებოდა სხვა რელიგიები საქართველოში, ხო? ყველაზე კარგი თვისება აქვს მართლმადიდებლობას, რომ ანუ ძალით არ შემოდის. ეხლა როგორც ვიცი, არავინ არ მოდის იმისთვის აბრძოლებლად რომ საქართველოს მოაქციოს მუსულმანად, ხო? ანუ ხომ არ ფიქრობ რომ ამან შეცვალა სწორედ ის დამოკიდებულება, რომელიც თქვენ სახელი გიორგის აქვს, რომ გიორგის ოკეი, აღარ მიაჩნია რომ აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა იყოს. იმის გარეთ შეიძლება. კი, ეგრე მიმაჩნია მეც. ანუ ეხლაც რო იგივე ბრძოლები იყოს, ეხლაც აიც რა მაინტერესებს შენგან? ეხლაც რო იგივე ბრძოლები იყოს, მაგალითად, ეხლაც რომ შემოდიოდნენ ირანელები. ბრძოლით რომ გააბრძოლათ მუსულმანებმა. აი მე ვფიქრობ რომ მაშინ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებოდა რელიგიას პატრიოტიზმში. როდესაც ხა ჩვენ რელიგიას რა თქმა უნდა სახელმწიფო მაგალითად აი შეიძლება ამასთან დაკავშირებით. არა, საერთოდ დროს ყოველთვის ეს რა, მაგრამ არასდროს არ უნდა დაეკარგოს ის ფასი რელიგიას, რაც ანუ ჩვენთვის აქვს ქართველებისთვის. იმიტომ რომ ქართველიერი ყოველთვის ანუ თავგამოდებული დამცველი იყო რელიგიის და არ აქვს მნიშვნელობა მახვიდით დაგვეძალებენ ანუ რელიგიის შეცვლას თუ ჩვენი სურვილით ჩავიშვით. იმიტომ რომ სირცხვილია ყოველთვის. როცა ქართველი ქვია და იყო ანუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მაინც ესე მიმაჩნია მე. რა თქმა უნდა და ეხლა გავახსენებდი რომ აი პატრიოტიზმი არ არის მარტო აი არ არსებობს მისი განმარტება და არ არის მარტო ის რომ აი დავუშვათ მე ეგრე მივიშნე რომ არ არის მარტო რომ მოქალაქე იყო და რაღაც შეიძლება აქ ჩამოვიდა ვიკას მუშაობს ხო დავუშვათ და გახდა საქართველოს მოქალაქე ხო ის ხო ის ახლა დავუშვათ დღესაც ნახე შავკანიანები ეს რომ მოიტანა და ანიბივერდება კი ჩვენ წარსულში შემინახული ჩვენი დამოუკიდებლობა ამ წარსულში როცა ირანსა და ოსმალეთს რებწოდებდა დრო და სივრცე ახლა ესეთი სხვანაირია რომ სხვა გაგებების შემოვიდა და ამას უნდა მოვეწყოთ და შევეწყოთ რა თქმა უნდა აი ზუსტად ამოვიდი რომ დავუშვათ ახლა ჩემი მშობლების ახლა რუსეთში ცხოვრობენ ხო წასულები არის ანუ ის რუსეთის მოქალაქე არის ხო ახლა რო თქვა რომ ის რუსეთის მოქალაქე არის და რუსეთის იქიხდის რაღაც სახადებს ეს არის რუსეთის პატრიოტი ეგრე ეს აბსურდი იქნებოდა ანუ აქ კიდევ სული საქმე გვაქვს ძალიან სულიერი მასთან ანუ ჩვენს გრძნობებთან
ანუ მე მაგალითად დავუშვათ მე ვერ გავწელი ან მე ვაღიარებ რომ ვარ სახელმწიფო ნაციონალისტი და ეს ნიშნავს რომ მე უნდა ვიცხოვრო მაინც და მაინც საქართველოში ამის მოქალაქე უნდა ვიყო, იმიტომ რომ აი უცხოეთში რო ვიყავი რაღაცნაირად ვერ შევძლებდი რომ აი მარტო ეთნიკური გაშია კიდე რამდენად გაქვს შეგდებული როგორი ქართველი ხარ? ეს კიდე სხვა საკითხია. კიდე ანუ სხვა მოსაზრებები არავის აინტერესებს. ისინი რაღაც დებატები როცა მოხდება. მატერიალურმა მხარემ ალბათ ეს პატრიოტიზმის მეორე პლანზე გადაიყვანა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა პატრიოტს და წავიდა საზოგადოებრივ საცხოვრებლად. აი ამაზე რას თქვი? სხვა ღირებულებები. კი, აი მაგალითად ერთ რამს ვთხოვდი რომ აი მაგალითად მომიყვანო ჩემი ვისაც მე ცხოვრობდი საცხოვრებლად ქალაქში გარემოს ქართველებს ხო ისნოდი მეგობრებს სამეგობრო ყავდა ეს ქართველები იყვნენ აი ძირითადად ნაწილი იყო ეთნიკური ასასვი აი ჩვენ ვართ ქართველები მაგრები ეს მაგალითად რუსები ისინი არიან სომხები ისინი რაღაცა და ერთმანეთში იყო ჩაკეტილები რა ხოდა მე არასდროს არ ყოფილი არა მე ყოველთვის ხოდა მეგობრები დავუშვათ ეს ამერიკელი რაღაც უკრაინელი რაღაცა და გავდივდი და სულ მოგუნებოდი რომ აი შენ ხარ რაღაც არ ხარ რაღაც მისი მეშეგნებაში მაგრამ მე ვთხარი რომ მე ჩემთვის ქართველობა არის მეთქი რომ მე ჩემი ქვეყანას არ მანუ ჩემთვის ჩემი ხალხი ჩემ ხალხზე მაგრამ მაღლა შეიძლება დგას ჩემი სახელმწიფო ქვეყანა აი ეს მიწა ანუ მე ჩემთან ქართული გასართობ მეჯაჭვული არის მიწასთან დავუშვათ სომეხი თუ ან სხვა ერის წარმომადგენელი გერმანელი თუ მიდის უცხოეთში ის იმის აუცილებელი არ არის რომ ის იყოს მაინც და მაინც აი ამ მიწაზე სომეხის დიდი ტრაგედიაც არ იქნებოდა თუ ზაღარგავდა სახელმწიფოებრიობას რა სომეხი დაიჭირეს ანუ ეს მაგალითი ახლა უნდა არ გამიგოთ მაგალითს მაგალითად იაპონელის ეს ვაშა პატრიოტიზმის არ მისაუბრია ეს იყო რომ აი ზედმეტად სიყვარული ორივეს ხალხის სახელმწიფოს აი როდესაც კამიკაძეები იყვნენ რომელიც თავს იფეთქებდნენ და რაღაც არის უკვე ზედმეტად ესეთი რაღაც ურა პატრიოტიზმი ვაშა პატრიოტიზმი ხო ხო და აი ვიტყოდი რომ უბრალოდ აი გიორგი მას თქვა ის რა ქვია ეს მეო პატრიოტად მიმაშინია რომ ეს შენ მსახურების შესახებ შენ პროფესიონალი ხარ შენ საქმეში ხო მე ეგრე ვიყავ ან მე იმაშინია რომ როგორც საქართველოს მოქალაქე უნდა რაღაც პროფესია შევიცვლო მაგრამ ამავე დროს უნდა იყოს ზოგადად განათლებული იმიტომ რომ ჩვენ ახლა აი ეს განათლების სისტემა რო შემოდის ორ სიტყვას ვიტყოდი და მე გავაგრძელებთ რომ ანუ თქვენ გაიძლებენ და ჩააბართ 8 გამოსთა ხო რამდენი გამოსთა უნდა ჩააბართ 8 გამოსთა ამავე დროს თქვენ გეუბნებიან რომ თქვენ უნივერსიტეტში არის ბოლონიის სისტემა ანუ ევროპული სისტემა რომ თქვენ უნდა ისწავლოთ ვიწრო ანუ თქვენ ის მიდგომა არის რომ ქართულმა კაცმა ისეთ ადგილას ვიმყოფებით რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველასთვის გასაგები ჩვენ არც ევროპელები ვართ აზიელები ჩვენ ვართ შუაში ანუ შენ უნდა იყოს ზოგადად განათლებული და უნდა იყოს ვიწრო ანუ უნდა იყოს პროფესიონალი შემის საქმის ყველაფერი აი ისეთი ღმერთმა ისეთი მიწა მოგცა ეს ადგილას დავაყენა რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე სხვანაირად არ გაანე ენების უნდა იცოდე როცა შენ უნდა იყო გასაგები შენი მეზობლის თურქი იქნება ის იმას ან შამბოდის ხო შენ იმდენად პროფესიონალი უნდა იყო ექიმი მაგალითად პროფესიონალი ხო ის ჩამოვა თურქეთში დაუშვათ შენ საქართველოში თბილისში ან ქუთაისში გააკეთებს ოპერაციას და შენ თანხა შემოგვა და შენ ქვეყანას ანუ შენ უნდა იყო პროფესიონალი შენ საქმეში ეს არის მნიშვნელობა არ აქვს პროფესიებს აი მე არ მიმაჩნია რომ მარტო პროფესიონალი უნდა იყო და იმით გამოადგება მარტო არა მეთქე ბევრი ისეთი თვითი ვით ძალიან ან ცოდნია მაგრამ ვაი მაგ ცოდნეობას და ამასთანავე ანუ ეგ დრო მოიტანა სხვათა შორის და ეხა არის გარკვეული ან განსაკუთრება მაგის მაგრამ ისეთი პატრიოტები ცხოვრობენ ისეთ არანაირი განათლება არ ქონდათ თუნდაც საშუალება არ ქონდათ თუნდაც ეპოქაში არ იყო შესაბამისი ანუ დაწესებულებები ხო ანუ მაინც არ მიმაჩნია აი თუნდაც 21 საუკუნეში რომ პროფესიონალი არის მაინც და მაინც პატრიოტი არა მაინც არის ისეთი ადამიანი რომელსაც ანუ ვერ იღებენ განათლებას არ იღებენ თუმცა ძალიან ის ანუ უყვართ ისე სამშობლო რომ მე ეგეც მიმაჩნია რომ შენი სამშობლო აი ძალიან გიყვარდეს და ეგეც პატრიოტია თავის ეფექტურად იგი მაგრამ აი ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან მაგალითად არის ორი ადამიანი ხო დავუშვათ ერთი არის რომელიც აი არაფერს არ აკეთებს ანუ ის შობადად რადიკალური რაღაცა და ოჯახის რომ აი მიყვარს მე ვარ ქართული რაღაც და მეორე არის რომელიც არ აინტერესებს საკითხები და უბრალოდ მუშაობს კარგად და ეხლა გაასახადებს ანუ შენი აზრით აი მაგალითად რო დავაკვირდით ხო ის ადამიანი რომელიც არაზრუნავს ხო ის იხდის გადასახადებს სახელმწიფოს კვებავს ის მიუჟედიდან მე ფული მიდის მასწავლებლებს მიდის პენსიები შენდელებს და ბავშვს ანუ ის უფრო ფაქტობრივად ეს იზახის რომ მე პატრიოტი ვარ და რაღაც მიყვარს და აი ბოლომდე ეგეთი ვარ ის არაფერს არ ამბობს მაგრამ ანუ მე ვიზახე რომ ორივე საჭიროა მაგრამ ამ შემთხვევაში ის უფრო მეტი პატრიოტია ის უფრო მეტად ემსახურება საქმეს და არა მე ორივე თანაბრად არის ანონიმი და აი მეც მაგას ამბობ ორივე უნდა იყოს კეთესია და მწვავისე დაიკარგა აი მაგას ამბობ ქართველების ეგრე არის ორივე უნდა იყოს ზოგადად განათლებული ვისად ანუ ყველაფერი უნდა იყოს ქართველიკა ჩემი აზრით იმიტომ რომ ამერიკელი ეს არის ძალიან ან ნიუ-იორკში შენ ცხოვრობდი ინგლისურიც რა იცოდე კარგად აი რაღაც შური რო იცოდე მე მაგალითად ვიყავი და თვეში ხო დავუშვათ
იშოვე $5,000 მინიმუმ რა თვეში. იმან არც ისი ამერიკელმა დაებადა სახელმწიფო დიდი ყავს მოქალაქე არის და რაღაც მედის მუშაობს მიმტანას $5,000 თვეში. იმას ანუ ამას ვიძახეთ შენ ქართული რო ხარ საქართველოში იმდენად პროფესიონალი უნდა იყოს იმდენად ძლიერი იმდენად ხარ ზოგადად და ყველანაირ ენების იმით ამიტომ შენ უნდა შეხნა შენი დოვლათი და უნდა ემსახურო შენ სახელმწიფოს შენ უბრალოდ ისეთ პერიოდში ცხოვრობ რომ ჩემ საბედნიეროდ მაგრამ ზოგს სამსუხაროდ უფლება არ აქვს სხვანაირები ჩემი აზრით ყველაზე დიდი პატრიოტიზმი ეგაა პროფესიონალი იყო კარგი მაგრამ შერწყმული იყო სამშობლოც კი ყვარდეს და ესეც იყო პროფესიონალი